გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხვალ არაერთი ღონისძიებით აღნიშნავენ, მათ შორის შედგება გოდერძი ჩოხელის წიგნის ბინდისფერი ხეობიდან 3D პრეზენტაცია, რომელიც 164 ნოველას აერთიანებს და ლევან ხარანაულის ნახატებითაა ილუსტრირებული. ქართულ მწერალს, სცენარისტსა და რეჟისორს გაიხსენებენ ხვალ მისი წერილებით, ნივთებით თუ ხელნაწერებით, ამ ყველაფერს მოუყრიან თავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენი სტუმრები დღეს არიან მიხო მოსულიშვილი, წიგნის რედაქტორი და ასევე პოეტი ამირან არაბული დილამშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედით. დახარჯეთ დილიდან ჩვენთან ერთად. ამირან არაბული არის მწერალი, ფოლკლორისტი და პროფესორი, პოეტი. ისე ყველა პოეტები ვიყავით ადრე, მაგრამ მე მივხვდით რომ ვერ შევძლებდით და ამიტომ ამირანმაც და მეც გადავწყვიტეთ რომ უფრო პროზისკენ პროზისკენ ესე იგი გაგიკვლიათ გზა. 59 წლის გახდებოდა გოდერძი 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს და სანამ გადავალთ უშუალოდ წიგნზე, როგორც ვიცი, ამ შაბათს ასევე იგეგმება მის მშობლიურ ჩოხშიც, ხო, სოფელში არაერთი ღონისძიება და იქაც გაიხსენებენ მას, როგორც ვიცი, ავტობუსებიც მიდის ამ სოფლის მიმართულებით. კი, აი მაიაკოვსკის ძეგლიდან დიღომში დილით გავლენ ავტობუსები, იმიტომ ამბობ რომ ალბათ რამდენიმე ავტობუსი იქნება და ყოველ შემთხვევაში ერთი მაინც იქნება და ნინომ შემოუთვალა, აი გოდერძის მოყვარულებს ნინომ მისმა მეუღლემ, გოდერძის მეუღლემ, რომ 13 საათზე ჩოხში ჩატარდება ტრადიციული გოდერძის ხსოვნის დღე. ეს დღე ყოველ წელს ტარდება ხოლმე, როგორც შეუძლიათ სხვა ძირითადად 2 ოქტომბერს ემთხვევა იმის 2 ოქტომბერში შუაკვირაში მოყვა, მაშინ შაბათს და ეს შაბათია 5 ოქტომბერი. შაბათს და ადიანი იქ იკრიბებიან, აი იხსენებენ გოდერძის, გაიხსენებენ იქ იმ გარემოს ნახულობენ და ძალიან სამწუხაროა და ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ ინგრევა გუდამაყრის ხეობა, როგორ რჩება იქ უპატრონო სკოლები, როგორ რჩება უპატრონო სახლები და როგორ ხეობა როგორ არის წლების განმავლობაში უპატრონოდ მიტოვებული. არა მარტო გუდამაყრის ხეობა, საერთოდ ზოგადად მთა და ძალიან საწყენია და ძალიან ის არის. მე მაგალითად ზოგადად ისიც შემიძლია ვთქვა, რომ აი როცა ვაჟა-ფშაველას არ ექცევა იმდენი ყურადღება და მისი ვაჟაობის ჩატარების დრო გადაიწევს 12 ოქტომბერს, აი გოდერძიზე როგორ უნდა მოგიფუნდეს ენა და თქვა, მაგრამ გოდერძისაც მიხედვა უნდა და ვაჟასაც რა თქმა უნდა, ხო? და ამაზე აი სათანადო სტრუქტურების ზრუნვა ალბათ საჭირო და საჭიროა. მოდით წიგნზე გადავიდეთ, რომელიც დარწმუნებული რომ ძალიან ესეთი შრომატევადი საქმის შედეგია, რომელსაც თქვენ გოდერძის მეგობრები, ახლობლები ჩაუდექით სათავეში, ხო? აი რითი იქნება საინტერესო გამორჩეული და როგორ ფიქრობთ? აი თქვენ ბატონო ამირან, როგორ ვთქვათ, გოდერძის ახლო მეგობარს მინდა გკითხოთ, აი თვითონ როგორი კმაყოფილი იქნებოდა, მოეწონებოდა, საერთოდ უყვარდა თუ არა თავის დაბადების დღეს ასე აღნიშნა საზოგადოებასთან ერთად თუნდაც. ეს სულ 3 დღე არის, სადაც ეს წიგნი წავიკითხე, გადავშალე და ალბათ ასეთი სრულყოფილი, ასე კარგად დალაგებული, რიგიანად გააზრდებული, არ გამოცემულა გოდერძის კრებული, მოთხრობების, მინიატურების, ამაში რა თქმა უნდა დამსახურება დიდია. მიხო მოსულიშვილის რედაქტორი გახლავთ და აქ არის მონაცვლეობა მინიატურების, ნოველების და მოთხრობების. არ არის მიჯდით მიყოლებული რომელიმე ერთი ჟანრი და ბოლოში განსაკუთრებითაც მენიშნა და მომეწონა ეს არის, რომ თავდება შესანიშნავი მინიატურით თუ ნოველით თუ მოთხრობით შემინახე დედაო მიწაო. ეს არის ერთგვარი აღსადება ავტორისა და ნიშანდობლები გოდერძის სტილისთვის დამახასიათებელი. მისი პიროვნება, მისი ხასიათი ძალიან კარგად და რელიეფურად ჩანს აი ამ ნაწარმოებში. თან ძალიან კარგი ილუსტრაციებით არის გაფორმებული. რაც კაი წიგნი მოხირო გადახედა. კი, ლევანმა დახატა ლევან ხარანაულმა წიგნი. ეს ამ წიგნის ისტორია როგორ დაიწყო? ბატონმა შოთა ქავთარაძემ ურჩია გამომწერლობა გრიფონის მესეურებს, რომ ვინ უნდა იყოს გოდერძის წიგნის რედაქტორიო და როგორი უნდა იყოს გოდერძის წიგნი. ერჩეული რომ ცადოთო და გავაკეთოთო და ურჩია ბატონმა შოთამ ჩემზე, რომ აი ეს მიხოს უთხარითო და მართლაც მე მიყვანეს და შეუთანხმდი ნინოს და ის ნაწარმოებებიც, რომლებიც არ იყო გამოქვეყნებული ადრე, აქ შედის, აი ამირან ვინც მელაპარაკებოდა გზაში ამას, რომ რომელიც კოპიურებით იყო დაჩეხილი იყო ნაწარმოები, ნინომ მთლიანად მოგწვა ეს 10-ოდე ესეთი ნაწარმოები შედის, რომლებიც სულ 100 და დაიბეჭდა ან დაიბეჭდა ისეთ პატარა გამოცემაში, რომელიც საზოგადოებამ არ ეცის. ანუ ეს წიგნი 164 ნაწარმოებია, სადაც მონაცვლეობს მოთხრობა, ნოველა, მინიატურა. ანუ შეცდომით არის, როცა ნოველებს ამობენ, 164 ნოველები უფრო ცოტაა, მაგრამ აი ესენი ყველაფერი ერთად რედაქტირება რა არის? მე ვიგონებ წიგნის სათაურს გოდერძის ერთ წიგნს ეკვა სათაურად ბინდისფერი ხეობა.
ბინდისფერი ხეობიდან ცამდე ეს ნიშნავს ადამიანის მოძრაობას, სულიერ მოძრაობას, აი მთელი გუდამაყრის ხეობის გარშემო და ზემოთ მაღლა ასვლას კიდევ ცამდე ვერტიკალში ასვლას. ან გოდერძის სტილი თვითონ ის რომ გოდერძი წერდა რაღაც აი ამნაირად თასავით და თაზე ვერ ახვალ თუ უსკრულში არ ჩახვედი ხო არ ჩავარდი და მე მაღლა უნდა აი გოდერძის სტილია ესეთი თვითონ აგებულება წიგნისა რა ნოველა რას მოყვეს მე როგორ იყოს დიდი მოთხრობით და როგორ პატარა მინიატურა ჩაერთოს და რომელი განწყობიდან მკითხველი რაზე გადავა და როგორ აიგება ეს არის რედაქტორის საქმე და ეს მე წლები მოუნდი ამას 3 წელი იყო როცა ამას დაჭირდა ეგ კი არა მე შევასრულე კორექტორის სამუშაოც ამ ციკლში იმიტომ რომ თვითონ გამომცემლობას თხოვარო შენ მეტთან გამეკეთებინა ეს და იმიტომ რომ გოდერძი იყო და გოდერძისთვის უნდა გამეკეთებინა აი ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება რაღაც სურათები მე არასოდეს არ დამავიწყდება სურათი როცა ჩემ და ანის უკან და გოდერძი და გადიოდა ლუკას სახარება მსახიობის სახლში და აი როცა იქ ვილაპარაკეთ ჩვენ და აი როგორი დაღლილი იყო გოდერძი უკვე როგორი აი გაწვალებული და უძლებდა ამ ყველაფერს. აი მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმის პრემიერა იყო და რაღაცა რო შეხედავდი თვალებში, ამირან ბოლოს გახსოვს როგორ იყო და აღარ ხარდა. ეს აღარ დაგავიწყდება ადამიანს რა გაყვება. თქვენ რა ურთიერთობა გაკავშირებდათ? მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა გოდერძისთან, ჯერ კიდევ სტუთქალაქიდან, ჩვენ ერთ პერიოდში ერთ წლებში ვიყავით იქ და გაცნობის დღე და საათიც კი მახსოვს რა ეცვა და როგორ გამოვიდა სტუთქალაქის მერვე კორპუსიდან. მას მე ეს ერთად მოვდიოდით. ჩემი მეჯვარე გახლდათ ჩემი სამივე შვილის ნათლია და ამ ხრივაც ჰქონდა ამის გამოც ძალიან ინტენსიური ხშირი თითქმის ყოველდღიური მიმოსვლა ერთმანეთთან მე მაინც გავაგრძელებდი საუბარს გოდერძი ჩოხელის საარსებო სივრცეზე საუბრით ეს არის ჩოხი მისი მშობლიური სოფელი შავი არაგვი რომელიც თორღიან ჭალას მიერეკება ხანაც მიაშრიალებს ხშირად მეორდება ძალიან ეს ფრაზა მის ნაწარმოებებში და არა შემთხვევითი და ბურსაჭილის ფერდობი, რომელსაც 64-ად იხსენიებს. და ისეთი ხატოვანიანით არის ყველაფერი წარმოსახული აღწერილი, როგორ იწყება ყვავილიანი ფერდობი და ბოლოს დეკის თეთრ ყვავილებში რომ გადადის და იქვე რო არის წამოხუდებული უტყვი და უგრძნობელი ჭიუხების მასივი. აი ეს ყველაფერი არის აქ. ქვენამთის გადასავალები. ძალიან დიდი მადლობა ორივეს რომ დღეს გამოყავით რომ ყოფილიყავით ჩვენთან ერთად. მე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ გარდა წიგნის პრეზენტაციისა ასევე იგეგმება გოდერძი ჩოხელის ფილმების ჩვენებაც, ასევე გამოფენასაც წარმოადგენელი იქნება. საგამომცემლო ფასი გაიყიდება. საგამომცემლო ფასი აღნიშნო და მისგან განსხვავებით, მაღაზიებისგან განსხვავებით ნაკლებად შეეძლებათ ადამიანებს ამის შეძენა. გოდერძია და ყველას უნდა და ეს ციგნი ოჯახში რომ დადონ ყველამ და ამხელა ესეთ ციგნი კონდეს და შეხედო და გაიხსენო და იცოდე. ძალიან დიდი მადლობა, ასე რომ ყოველ საკმაოდ საინტერესო ღონისძიებებით გაიხსენებენ გოდერძი ჩოხელს. ჩვენ გავდივართ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ დილის კურიერი.